გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ძვირფასო რადიო მსმენელებო. ქედის ხმის კიდევ ერთ გასაოცარ გადაცემაში. მე ვარ კორესპონდენტი თიკა ტაკიძე და შეგახსენებთ, რომ ქედის სათემო რადიო მუშაობს პროექტ მისი ხმის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია DVV International-ის მიერ. მას პარტნიორობას უწევს გერმანული სათემო რადიო რადიო Z. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის თემაა ფემინიზმი და ქალის უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ. თუმცა, სანამ ძირითად ნაწილზე გადავიდოდეთ, განვიხილოთ სათემო რადიოს მომხიბლავი ისტორია. უშუალოდ რას უკავშირდება მისი შექმნა, მთავარი მიზანი და რა პრინციპებს აღარდნება იგი. პროექტი მისი ხმა. პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში 12 სათემო ქალთა რადიო შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში და კულტურულ ცხოვრებაში. რადიოებს საგანმანათლებლო მიმართულება ექნებათ. ისინი მნიშვნელოვანი ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებასა და საჭირო უნარების განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული. რათა ამაღლან, ქალთა და თემის სხვა წევრები ცნობიერება მათ როლზე საზოგადოებაში, მათ უფლებებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე. პროფესიონალი სცენარისტების მიერ ქალთა საკითხებზე შექმნილი რადიო პიესა ყველა რადიო გადაცემის ნაწილი იქნება. რადიო პროგრამა ასევე მოიცავს ფსიქოლოგიის კონსულტაციებს ბიზნესში, კულტურაში, პოლიტიკაში და სოციალურ აქტივობებში ჩართულ და წარმატებული ქალბატონების ისტორიებს. ასევე მოიცავს მუსიკას, ლიტერატურულ კლუბს, სადაც ქალი პოეტები საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ საზოგადოებას და ასე შემდეგ. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო რადიო Z, რომელიც ქართულ სათემო რადიოებს კონსულტირებას გაუწევს. რადიოების დაფუძნება მოხდება ზრდასრულთა განათლებისა თუ სათემო განათლების ცენტრებში, რომლებიც შეიქმნა გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით. გარდა რადიო პროგრამებისა, ეს ცენტრები გაუძღობიან მრავალფეროვან სათემო აქტივობებს, რომლებიც ასევე ქალთა გაძლიერებას ისახავენ მიზნად. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექციები, ფილმის ჩვენებები, დისკუსიები გენდრისა და ქალთა საკითხებზე. ამ აქტივობების ჩატარების პროცესში ცენტრები ითანამშრომლობენ ადგილობრივ აქტივისტებთან, თემის ლიდერებთან. ყველა ცენტრში კი შეიქმნება გენდერის ბიბლიოთეკა. პროექტის პარტნიორი გახლავთ ქედის სათემო განათლების ცენტრი. და უკვე დროა გადავიდეთ ძირითად ნაწილზე. ფემინიზმი და ქალის უფლებები. მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ. ფემინიზმი არის მსოფლიო მხედველობა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო, პოლიტიკური და კულტურული უფლებები. ამ მიზნის მისაღწევად ქალებს ხანგრძლივი წინააღმდეგობრივი და საინტერესო გზის გავლა მოუხდათ. ერთი მხრივ ისინი იაზრებდნენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში, სახელმწიფოში. მეორე მხრივ იბრძოდნენ ჩაგვრის განპირობებულ კულტურული ნორმების შესაცვლელად. საუკუნეებით გამყარებულ რწმენა წარმოდგენებში ქალის ადგილი და რეალიზაციის ასპარეზი ზღვარდადებული, დეტრიმინებული იყო რეპროდუქციული ფუნქციით, შვილების აღზრდით და ოჯახური ნათესაური ურთიერთობებით. კერასთან მსხდომი ან მოფუსფუსე ქალების გონება მხოლოდ იმ ნივთებით იყო და ადამიანებით დაკავებული, რომელთაც მათი ხელებით სვდებოდა, მათი გული თანაუგრძნობდა. ფარდის უკან მდგომ მამაკაცებს ბევრი ცრემლი დაუღრიათ და ბევრჯერ აღუწერიათ ქალების ჭირვარამი. მაგრამ ეს მაინც თანაგრძნობა იყო და არა თანადგომა. ვერავინ შეძლო ქალის ხვედრის გახმოვანება მანამ, სანამ დედები, ცოლები და ქალიშვილები თავად არ ალაპარაკდნენ. თავად არ დასვეს მანამდე ვერ დასმული კითხვები. რა ხდება იქ, სადაც ჩვენ არ ვართ და რა მოხდება, როცა ოჯახის ზღვრუბლს გადავაბიჯებთ და შევალთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ გადალახვის და დაეჭვების ისტორიას გვთავაზობს ფემინიზმი, როგორც კრიტიკული თეორია, რომელშიც არაფერია ისეთი, რაც ქალთა მოძრაობით არაა ნასაზრდოები. ქალთა გათავისუფლების სწორედ ეს ზღვარგადასული ამბავი მინდა გიამბოთ ცოდნისა და ხმის საკუთარი სხეულისა და მნიშვნელობის დამოუკიდებლობისა და არჩევნის თავისუფლების მოპოვების ამბავი. განმანათლებობა და განათლების უფლება. მერი უილსტოკრატ ჟან ჟაკ რუსოს წინააღმდეგ. ქალების განათლების პრობლემატიზაციის მძლავრი ბიძგი მისცა თავისუფლებისა და ადამიანის გონების არსის შესახებ დაწყებულმა ფილოსოფიურმა კამათმა, რომლის შედეგადაც გონებამ ღმერთი ჩაანაცვლა.
1776 წელს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და 1789 წლის ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმს ასახავს. ყველა ადამიანი გონიერია და თავისი ცხოვრებით სწორედ გოგონების განვითარებისკენ უნდა ისწრაფოდეს. თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში ადამიანი რაციონალური the man of reason მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა არად ჩააგდეს ვოლტერის, დიდორის, მონტესკის, რუსოს განსჯის იმის თაობაზე, რომ ქალები არსებითად ემოციებისა და ვნების ქმნილებები არიან და რომ მათ ბიოლოგიური თვისებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივი ცხოვრების და ცხოვრებაში მონაწილეობა. მერი დაუპირისპირდა ქალის ბუნებას 1759-1787 წლებში. აზროვნების უნარებისა და დანიშნულების შესახებ არსებულ მოძველებულ შეხედულებებს. ნაშრომში ქალის უფლებების დაცვა 1792 წელი. ცენტრალური აღზრდის სისტემა, რომელმაც ჟან-ჟაკ რუსოს მიხედვით ვაჟები სახელმწიფო მოღვაწეებად, მოქალაქებად უნდა მოამზადოს, ხოლო გოგონები დედებად და ცოლებად. ავტორი საკუთარ პოზიციას შემდეგ არგუმენტზე აფუძნებს. პირველი, ქალების ნაკლებად განვითარებული აზროვნების უნარი მათ სქესის ბუნებრივი ნიშნის კი არ არის, არამედ მაღალი კლასის წარმომადგენელი ქალების პატივმოყმარეობის შედეგია. მათ ურჩევნიათ დაადგმონ მამაკაცით, საკუთარი სიკეგლუცით, სინაზით, ვიდრე აიღონ წიგნი და გონება ავარჯიშონ. მეორე, გონიერება ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად ახასიათებს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ქალებს მისი განვითარების ნაკლები საშუალება და უფლება აქვთ. მესამე, ადამიანის სათნოება ზნეობა სქესით განპირობებული ვერ იქნება. დედის ცოლის თავისთავად სათნოება ზნეობა მამაკაცებმა მოიგონეს იმისთვის, რომ ქალები დაიმორჩილონ. უმანკოების საბურველით შემოსონ და შეზღუდონ მათი ასპარეზი. მეოთხე, ქალი რომელმაც მხოლოდ მორჩილება იცის და არ არის თავის არჩევანში თავისუფალი. ის ვერ იქნება კარგი აღმზრდელი. მხოლოდ განათლებულ ქალს შეუძლია ღირსეული შთამომავლობის კულტურის კვლავ წარმოება. ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მერიმ გაიკვალა ბილიკი, რომელსაც თანასწორი ღირებულებების აღიარებიდან თანაბარ უფლებებამდე მიუყვართ. სწორედ მისმა მოღვაწეობამ და გაბატონებული ნორმების კრიტიკამ გახადა შესაძლებელი ქალების განათლება და მათი დაშვება ცოდნისა და აზროვნების სფეროებში. საკუთარი ეპოქის კარგად მცოდნეს ესმოდა, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევის გარეშე ქალები ვერც სახლში და ვერც საზოგადოებაში საკუთარ პოზიციებს ვერ გაემყარებდნენ. სწორედ ცოდნის, საკუთრებისა და ქონების ფლობა იყო იმის წონა პირობა, რომ მათ საკუთარი ფუნქცია კარგად შეესრულებინათ. კულტურის მიერ ქალებისთვის მინიჭებული როლის იგი განიხილავს არა როგორც ჩაგვრის და შევიწროების ინსტრუმენტს, არამედ როგორც რაციონალური მოქალაქეობის ფორმას და პასუხისმგებლობას. ვციტირებ, ის ამბობს, მამაკაცებმა რომ ბორკილებისგან გაგვან თავისუფლონ, მონური მორჩილების ნაცვლად რაციონალურ თანამშრომლობაზე დაგვთანხმდნენ, მაშინ ისინი ჩვენში უფრო ყურადღებიან ქალიშვილებს, უფრო მოსიყვარულე დედებს, უფრო ერთგულ ცოლებს, უფრო გონიერ დედებს, ერთი სიტყვით, უკეთეს მოქალაქეებს დაინახავდნენ. მამაკაცების კეთილი ნების იმედად დარჩენილ ქალებს კიდევ მრავალი წელი მოუწიათ თვალსაწირის და ასპარეზის გაფართოებისთვის ბრძოლა. მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ ემოციები, ვნებები, ინტუიცია, წარმოსახვა, პირადი გამოცდილება თანაბრად მნიშვნელოვანია სასარგებლოა ოჯახისა და საზოგადოებისთვის. ამის პარალელურად, ქალებს თავიდანვე უნდა შეეტანათ ეს კატეგორიები იქ, სადაც მათ ასე გაურბოდნენ. ქალებისთვის განათლების უფლების მინიჭებამ, როგორც ლიბერალური ფემინიზმის მონოპოლარმა, ასევე გზა გაუხსნა თანასწორობის იდეის აქტუალიზაციას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში, რაზეც მე-18-მე-19 საუკუნის მოაზროვნეთა მრავალი წელი დაიხარჯა. ლიბერალიზმი და ქალის უფლებები. ჯონ სტიუარტ მილის ქალის დაქვემდებარებულობა. განმანათლობის იდეამ
გონებაზე დაფუძნებული საზოგადოების შესახებ საფუძველი გამოაცალა ქალის ჩამორჩენილობას, როგორც ბუნებრივ ნორმას. ისტორიული წარსულის ამ ბარბაროსული რელიქტის კრიტიკის უძღვნის ჯონ სტიუარტ მილის ნაშრომი ქალის დაქვემდებარებულობა. John Stuart Mill, The Subjection of Women, 1861 წელი. სოციალური წნეხის და ცუდი განათლების გამო ქალები მართლაც ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი შევიწროების, ჩაგვრის და შესაძლებლობათა შეზღუდვის გამო ხდებოდა. მილი ამოდის კანონმდებლობის ანალიზიდან, სადაც სქესთა შორის უფლებრივი განსხვავებები სწორედ უთანასწორობის და სოციალური უსამართლობის გარანტიაა. მისი აზრით უნდა გაუქმდეს ქალის მონური მდგომარეობა ქორწინებაში. უნდა დამკვიდრდეს თანასწორი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ანაზღაურებად შრომაზე, არჩევნებში, მონაწილეობასა და პოლიტიკურ აქტივობებზე. ინგლისელი ფილოსოფოსის აზრით, ქალების აზროვნება ინტუიციური, პრაქტიკული და კონკრეტულია. ვციტირებ, ის ამბობს: ქალების აზროვნება იმიტომაა უაღრესად სასარგებლო, რომ იგი ნამდვილობას ანიჭებს მოაზროვნე მამაკაცების გამოგონულ აზრებს, ხოლო მამაკაცების აზროვნება სასარგებლოა იმით, რომ აფართოებს და მასშტაბურობას ანიჭებს ქალურს. ეს შეხედულება მრავალჯერ გააკრიტიკეს ფემინისტებმა, რადგან ქალური აზროვნების ინტუიციური ბუნების აღიარებით ავტორი აგებს ინტელექტუალური იერარქიას, სადაც მამაკაცი გენიოსი, ქალი ასისტენტის ნაკლებად მნიშვნელოვან უნარებს იყენებს. მილის პოზიციის ასეთი ინტერპრეტაცია არასწორი უსამართლოა, რადგან იგი არცერთ მის ნაშრომში არ მტკიცდება, რომ რაციონალური აზროვნება ერთადერთი და საუკეთესოა და არც აზროვნების სხვადასხვაგვარობას უკავშირდება სქესთა შორის განსხვავებებს. ლოგიკური და ინტუიციური მასთან ურთიერთშემავსებელი ფენომენებია და არა ურთიერთგამომრიცხავი ან მეტნაკლებად მნიშვნელოვანი. ჯონ სტიუარტ მილი ქალის მენტალური, სოციალური, პოლიტიკური დაქვემდებარების საფუძველს იმაში ხედავს, რომ იგი მამისეღულ და ქმრის სახლში ეკონომიკურად დამოკიდებულია მამაკაცზე, სანამ იგი თავისუფლად არ აირჩევს საქმიანობის სფეროს და ოჯახის ეკონომიკური აუცილებლობის გამო შექმნის, მანამ არაფერი შეიცვლება. გათხოვებისას ქალი უკვე ირჩევს საქმიანობის სფეროს ისევე როგორც მამაკაცი პროფესიის არჩევისას. შეიძლება ითქვას, რომ იგი საკუთარ სიცოცხლეს მეურნეობის გაძღოლას, ბავშვის აღზრდას უძღვნის იმდენი წლის მანძილზე, რამდენიც ამ საქმეს სჭირდება. ამასობაში ქალი უარს ამბობს არა ყველა სხვა საქმეზე, არამედ მხოლოდ ისეთებზე, რომელიც მის მიერ არჩეულ საქმიანობაში დააბრკოლებს. მუდმივი სახლის გარეთ მოღვაწეობა დაოჯახებული ქალების გეგმაში არ შედის, თუკი საამისო საჭიროება სხვებს არ გაუჩნდებათ. მილის განმარტებით, ოჯახის შექმნა ასპარეს უხშობს ქალს, რის გამოც შეუძლებელი ხდება მისი ჩართვა ანაზღაურებად შრომისა და პოლიტიკის სფეროებში. საკუთარი შემოსავლის ქონა საკმარისია, რათა ქალმა ქმრის პატივისცემა მოიპოვოს. ეს აზრი არ შეესაბამებოდა იმდროინდელ ფემინისტების და თვით მილის მეუღლის ჰარიეტ ტეილორის პოზიციას, რომლის იდეებმა და საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ დიდი გავლენა მოახდინა ფილოსოფოსის ნაზრებზე. თავის არანაკლებ საინტერესო წიგნში ქალთა თავისუფლება. ჰარიეტი რადიკალურად განსხვავებულად ხედავს ქალის ეკონომიკური აქტიურობის მნიშვნელობას. ვციტირებ, ჰარიეტი ამბობს და წერს, რომ გათხოვილ ქალს შემოსავალი უნდა ჰქონდეს მაშინაც კი, როცა ეს თანხა საერთო საოჯახოს უმნიშვნელოდ ზრდის. ამ გზით ქალი მომსახურეების პოზიციიდან პარტნიორობამდე მაღლდება. ქალისა და მოქალაქე ქალის უფლებები, სუფრაჟისტები და მილიტიანტები. ქალებო, გაიღვიძეთ, აღმოაჩინეთ თქვენი უფლებები. ბუნების ძლევამოსილი იმპერია უკვე აღარ არის გარემოცული ცრურწმენებით, ფანატიზმით, განსჯამდელი შეხედულებებით და სიცრუით. ასე მიმართავდა ოლიმპია დე გუჟი თავის თანამედროვე ქალებს, რომელთათვისაც მან ქალისა და მოქალაქე ქალის უფლებათა დეკლარაცია დაწერა.
ნაშრომში გაანალიზებულია პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი, როგორც აუცილებლობა თავისუფლების, საკუთრების, უფლების, უსაფრთხოების მოსაპოვებლად და ჩაგვრისადმი წინააღმდეგობის გაწევის საშუალება. რესპუბლიკელ ქალთა საზოგადოება, რომელიც ოპ და დემ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის იდეას მიუძღვნა, რობესპიერმა შეავიწროვა. მის ლიდერს კი 1799 წელს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი. მიუხედავად ამ ტრაგიკული აღსასრულისა, გუშმა უამრავი ქალი შთააგონა საამისოდ, რომ გაერთიანებულიყვნენ. სამართლიანობისა და თანასწორობის დროს საკუთარი მონაწილეობით შეაცვლევინა სინამდვილე. ხმის უფლებების მოპოვებისა და თანასწორობის მებრძოლნი სუფრაჟისტები და კულტურული ნორმების წინააღმდეგ ამხედრებული სუფრაჟისტებიც ერთნაირად დავალნებული არიან და გუჟის იდეებით. მისი დედა ემილიან ჰანკენსტერი და დები სილვია და ადელა მებრძოლი მილიტანტი ქალები იყვნენ. კრისტაბელის აზრით, ქალების როგორც ჯგუფის მორჩილება მამაკაცებისადმი საზოგადოების ყველა სხვა ასპექტის განსაზღვრელი ფაქტორია და მამაკაცის შოვინიზმსა და ეგოიზმზეა დაფუძნებული. ეს ჩაგვრა ხორციელდება ეკონომიკურ, პოლიტიკური, იდეოლოგიური და სექსუალური კონტროლის გზით. სწორედ ამიტომ ამ წესრიგის დეკონსტრუქციისთვის საკმარისი არაა საარჩევნო ხმის მოპოვება ან პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა. საჭიროა ბრძოლა არა ქალბატონური მეთოდებით, არამედ კარდინალური იერიშით ყველა ძალაუფლების მადეორგანიზაციებელი ხერხით, მსვლელობებით, დემონსტრაციებით, პარლამენტისთვის მუშაობის ხელშეშლით. მისი აზრით, მხოლოდ ეს სტრატეგია შეერყევდა პატრიარქიას და აჩვენებდა მამაკაცურ კულტურას, რომ ქალები არ არიან პასიური, დამოკიდებული არსებები, სუსტი სქესის წარმომადგენლები, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი, ძლიერი და ანგარიშგასაწევი ნაწილია. მას იდეა ჰქონდა სუფრაჟისტების დღის წესრიგში შეეტანათ თანაბარ შრომაში თანაბარი ანაზღაურების და საოჯახო შრომაში ბავშვის აღზრდაში მშობლების თანასწორი მონაწილეობის საკითხები, რაც იმდროინდელ ევროპაში და ამერიკაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. 1913 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში საშინელი ბოროტება და როგორ მოусპოთ იგი, მან პირველმა გაანალიზა ის უსამართლობა, რომელიც პროცესის კულტურულ ლეგიტიმაციას ედო საფუძვლად. თუ ქალს არ შეუძლია გაყიდოს თავისი შრომა, გამოიმუშაოს ფული ცხოვრებისთვის, მაშინ იგი იძულებულია გაყიდოს საკუთარი სხეული დროებით, როგორც მეძავმა, ან სამუდამოდ, როგორც მეუღლე. ინდუსტრიალიზაციის ბუმის პარალელურად აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 75-80% ჰონორეით, სიფილისით იყო დაავადებული და საფრთხეს უქმნიდა ქალებს და მთელ საზოგადოებას. მამაკაცებს შეუძლიათ ისეთივე უბიწონი იყვნენ, როგორც ქალები არიან, მაგრამ ისინი ამას ნებაყოფილობით არასოდეს მოისურვებდნენ. ამიტომ ხმის უფლება უნდა მივცეთ ქალებს, ხოლო უბიწობა მამაკაცებს, რადგან ხმის უფლება ქალებს მეორეს მიღწევას ძალას მისცემს, ეს ერთი შეხედვით გადაჭარბებული შეფასება და პოზიცია ნამდვილად შეიცავდა დამაფიქრებელ, მაპროვოცირებელ ელემენტის საამისოდ, რომ ზნეობისა და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებში ორმაგი სტანდარტი და კონტროლი დაძლეული იყო. კრისტაბელისთვის მიუღებელი იყო ომი, როგორც მამაკაცური აგრესიის დემონსტრირება და მართვის არაბუნებრივი სისტემის ტრაგიკული შედეგი, მაგრამ 1914 წელს მან საკუთარ გაზეთს სუფრაჟიტ სახელი გადაარქვა და ბრიტაინ უწოდა. სუფრაჟისტებმა პირველებმა დაიწყეს არასამხედრო ფორმაში გამოწყობილი ინგლისელი მამაკაცებისთვის თეთრი ბუმბულის როგორც სიმხდალის სიმბოლოს გადაცემა 1921 წლიდან კრისტაბელი ქრისტეს მეორედ მოსვლის პროპაგანდისტად გადაიქცა და პირვანდელ იდეებს აღარ მიუბრუნდა. სუფრაჟისტული მოძრაობის ორივე მიმართულების დამსახურებაა, რომ ქალებმა ნელ-ნელა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება.
ეს გზა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება. 1969 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაიომინგის შტატი, 1870 წელი ამერიკის შეერთებული შტატი, იუტას შტატი, 1894 წელი ახალი ზელანდია, 1885-87 წლები ავსტრალია, 1906 წელი ფინეთი, 1913 წელი ნორვეგია, დანია, ისლანდია, 1917 წელი რუსეთი, 1918 წელი დიდი ბრიტანეთი, 1919 წელი გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი, 1920 წელი უნგრეთი, 1922 წელი ირლანდია, 1933 წელი ესპანეთი, 1944 წელი საფრანგეთი, 1946 წელი იტალია, 1952 წელი საბერძნეთი, 1972 წელი შვეიცარია, 1984 წელი ლიხტენშტეინი. ეს იყო ის წლები და ის ქალაქები, რომლებშიც ქალებმა ნელ-ნელა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემის უფლება. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და დროა შემოგთავაზოთ რადიო პიესა, რომელიც კონკრეტულად ჩვენი რადიოსთვის არის შექმნილი. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე. მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩვენი მსმენელი. მოგესალმებით მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. ძალიან საინტერესო და წარმატებული ქალბატონი გვეყოლება სტუმრად. ქალბატონი ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. ჩემი მომავალი პროფესია და წარმატებას თქვენი არ იყოს წინასწარ იყო განსაზღვრული. ალბათ თქვენიც არა? ჯერ არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ ჩემს დიდ ოჯახში მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სახალხო არტისტი იყო, ძალიან უხაროდათ თუ ვინმე სხვა პროფესიას აირჩევდა. ჩემ შემთხვევაში მსახიობობა ჩემი არჩევანი იყო და სულტყვილად ფიქრობს ვინმე თუ გონია რომ იავარდებით მოფენილ გზაზე მიწევდა სიარული. პირიქით. ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი შრომა დამჭირდა რომ თემურის შვილობიდან ეკა ჩხეიძე ყოფილიყავი. ასე რომ ზოგჯერ ხელს უფრო გვიშლიან წარმატებული წინაპრები. ისე ერთი კი არასოდეს შემპარვია ეჭვით ჩემს არჩევანში და ახლა თავიდან რომ ვიწყებდი ყველაფერს, ისე მსახიობობას ავირჩევდი. ხო და ეს მართლაც დიდი ბედნიერებაა. ჩემს ოჯახში ყველა ექიმი იყო, მშობლები, ბებია, ბაბუა, სხვათა შორის ჩემი უფროსი და-ძმებიც ამ გზას გაყვნენ და ალბათ ჩემი მომავალიც უკვე განსაზღვრული იყო. ამიტომაც ყველაზე მეტ დროს ოჯახში დამხმარე ქალთან ვატარებდი. მამა ჩემი შორეული ნათესავი იყო გურიდან, რომელსაც საკუთარი ოჯახი არასდროს ყოლია. ნანული ერქვა. ნანული სახსაც ალაგებდა, სასეირნოდაც დავყავდი, წიგნებსაც მიკითხავდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, როცა სადილების კეთებას იწყებდა. მაშინ მეც პატარა დაფაზე ხან ხალხს მაჭრევინებდა, ხან წვანილს, თან ხმამაღლა ყვებოდა რის მერე რას უმატებდა კერძს. 12 წლის ვიყავი ნანულის დედა რომ გარდაეცვალა და სოფელში წავიდა. 40-მდე არ ჩამოსულა. მთელი ის პერიოდი სახლში დაბრუნებულ ოჯახის წევრებს ჩემი გაკეთებული სადილი ხვდებოდათ. თავიდან უფიქრიათ ეტყობა ნანულიმ დატოვა ბევრი გამზადებული საჭმელია. მერე კი როცა ყველაფერი გაიგეს, ჯერ გაოსცენ და გაეხარდათ. მერე კი ცოტა შეშფოთდნენ, რადგან ვერ ხვდებოდნენ ეს კარგი იყო თუ არა ჩემი მომავლისთვის. 40-ის მერე როცა ნანული ისევ დაგვიბრუნდა, ტაქტიანად, მაგრამ კაცრად გააფრთხილეს, რომ სამზარეულოში ნაკლები დრო გამეტარებინა, რადგან სკოლაში ბევრი სამეცადინო მქონდა და დრო უქმად აღარ უნდა გამეფლანგა. გავიდა წლები, სკოლას ვამთავრებდი და კატეგორიულად გამოუცხადე ჩემს ოჯახს, რომ ექიმობა არ მინდოდა და არც სხვაგან ვაპირებდი ჩაბარებას, რომ ჯერ კარგად უნდა გავრკვეულიყავი ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში. ამიტომაც თავად შემიწყეს ხელი, რომ ყველა საბუთი წესრიგში მქონოდა და ფინანსურადაც არ შექმნოდა პრობლემები, სანამ სამსახურს ვიშოვიდი. ასე აღმოჩნდი ბერლინში, სადაც ჩემი ერთი მეზობელი დამხვდა და მისი დახმარებით მალევე ვიშოვე სამსახურიც. ჯერ ბავშვს ვუვლიდი, მერე ორი ოჯახის ბაღს კვირაში ორჯერ მივდიოდი და მცენარეებს წყალს უსხამდი, ბუჩქებს ვკრეჭდი. მერე მიმტანად ვმუშაობდი რესტორანში, მოკლედ ბევრი ადგილი გამოვიცვალე და 3 წლის შემდეგ კინოსკოლაში ჩავაბარე.
ჩემი არჩევანი ყველას ძალიან მოეწონა. პირველი საკურსო ფილმის სცენარი ჩემი და ნანულის ურთიერთობაზე დავწერე და ზაფხულში ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად საქართველოში ჩამოვედი. ნანული უკვე კარგი ხნის გარდაცვლილი იყო და ვცდილობდი გადაღებებზე დოკუმენტური სიზუსტით აღმედგინა ბავშვობის ემოციები. ერთად ცადილებს რომ ვაკეთებდი და უცებ ერთ დღეს ეს კარი უხილავი კედლით რომ ამიჭედეს. მოკლედ დასრულდა გადაღებები, მე ისევ ბერლინში დავბრუნდი, მაგრამ რაღაცა ისეთი ჭია შემიჩნდა მოსვენებას რომ არ მაძლევდა. ამასობაში გავთხოვდი ჩემი ქმარი გერმანელია და პირველს მას გავანდე ჩემი ფიქრები. ჩემი იდეა მაშინვე აიტაცა და ქალაქის გარეუბანში პატარა კაფე ვიქირავეთ. ნანულის თითქმის ყველა რეცეპტი აღვიდგინე გონებაში და თვითონ დავიწყე სადილების მზადება. როგორც არ უნდა დავღლილიყავი, ეს საქმე ისე მაბედნიერებდა, რომ როგორც სხვა არაფერი რა. ცოტა ხანში იმდენი კლიენტი გამოგვიჩნდა, რომ მარტო ვეღარ აუდიოდი საქმეს და მზარეულებიც დავიქირავეთ. დღეს კი ამდენი ხნის მერე უკვე საქართველოშიც და გერმანიაშიც გვაქვს ჩვენი რესტორნების ქსელი და ჩემი შვილებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ ბიზნესში. თუმცა არასოდეს ჩავერევი მათ არჩევანში, რადგან ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. დიდი მადლობა საინტერესო ისტორიისთვის. მე კი ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ თუ ადამიანი იმ საქმეს აკეთებს, რაც აბედნიერებს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აირჩიოთ მომავალი პროფესია. რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცის ნიჭი არ ქონდეს. პირველ რიგში იმაში უნდა გაერკვეს, რა გამოსდის ყველაზე კარგად და რა აბედნიერებს, თუნდაც ბევრჯერ მოუწიოს არჩეული გზიდან გადახვევა. გონი ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივიდა. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, ძვირფასო მსმენელებო და იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს ახალი ამბებით და საინტერესო თემებით. მომავალ შეხვედრამდე. მოგესალმებით მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. დღესაც ჩვენი ეთერის მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია. აი, უკვე ვიღაც გვიკავშირდება. გისმენთ? გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან ხართ, რამდენი წლით ბრძანდებით? მეგობრებო, მე მქვია ლიანა და 14 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. მალე ვაპირებ დაბრუნებას. რადგან უკვე თითქმის ყველა ის პრობლემა მოვაგვარე, რისთვისაც ამხელა გზაზე წამოვედი და თანაც მე თუ მკითხავ, ჩემს ქვეყანას ქვეყანა არ სჯობს. დიახაც ნამდვილად ასეა. სამშობლო და შორს ყოფნამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახა და ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი და შეხედულება. ერთი რასაც პირველ რიგში განვახორციელებ, გეგმაში მაქვს, რომ ქალაქის ცენტრიდან, სადაც 60-ოთახიანი ბინა მაქვს, ქალაქის გარეუბანში გადავიდე. საკუთარ ეზოიანი სახლი უნდა ვიყიდო, სადაც პატარა მიწის ნაკვეთი მექნება. ბაღჩას გავაშენებ, რომ ჩემი ოჯახისთვის საკმარისი ბოსტნეული და ხილი მქონდეს. 1-2 ქათამის მეყოლება, ისეთები კვერცხებს რომდებენ და რაც მთავარია სუფთა ჰაერი. აბა კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. დიდი მადლობა. აი, ისევ ზარია, გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, ახლა მინდა რაღაც თქვა. და ვიცი რომ ზუსტად ჩამქოლავთ, მაგრამ მაინც უნდა თქვა რა. იმასაც ვიტყვი, შენი საქმე არ არის და მართალიც რა, ჩემი საქმე მართლა არ არის, მაგრამ ვარა თქვა არ შემიძლია. გუშინ სამსახურში გვიან 9 იყო დაწყებული და სახში მივდიოდი და მეგობარმა დამირეკა რომ მე გოგოები არის, ქალები არიან ჩამოსულიო რა, რომ ის ავტობუსი მოყვნენ და ვიცნა დახვედრილი იყვნენ 1 საათი არ იქნებაო რა და თუ არ შეწუხდება თუ სახში აღლელი არ ახარო გადიო და იქვე ვცხოვრობ მეც ახლოში და მაგითო დამირეკა. და კი მეთქი არ არის პრობლემა, აგერ ვარ და გავიქცევი მეთქი და მივედი მართლა და გული ჩამწყდა ხალხო. გული ჩამწყდა 6 ქალბატონი, 6-ვე 65-70 წლის. 67 წლის. სადუშობ თქვენ დედებს, თქვენს ბებიებს, სადუშობ არ გცხვენიათ? თუ აქ ხეზე დაგიკრიფავს ფულებს და გამოგიგზავნით.
რამ გადაგრიათ ხალხო, რამ გაგაგიჟათ ასე? ვიცი რომ გიჭირთ, ვიცი მე ვინ აქ გალხინებული არავინ არ მოდის, მაგრამ თქვენ წამობრძანდით. სად უშვებ ამ ხელა ქალს? სად? ან მაგის სამუშაო როგორ იქნება აქ? ძლის დადის ხალხი, არც ხვენიათ? გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე მქვია ნატო. ვარ 59 წლის. ამ ხმოვანწერილს გიგზავნით შვედეთიდან, კერძოდ კი სტოკჰოლმიდან. სადაც უკვე 11 წელია ვცხოვრობ და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა რომ გაგიზიაროთ. მეგობრებო, პირველი შოკი, რაც აქ ჩამოსვლისას მივიღე, იყო ის, რომ აქ თითქმის სულ ზამთარია. მაქსიმუმ 2-3 კვირა შეიძლება იყოს ზაფხული და ისიც ისეთი ჩვენთან სექტემბერ-ოქტომბერში რომ იცის. მაგრამ არ იცით როგორ ემზადებიან ამ ზაფხულისთვის აქაურები. ყოველი დღე ისეთი მნიშვნელოვანია მათთვის და ისეთ დღესასწაულებს იწყობენ ვერც კი წარმოიდგენთ. ჯერ ხო ყველა ველოსიპედით დადის ქუჩაში და ერთ-ერთ ქალს ვერ ნახავთ რომ ველოსიპედზე წინ დიდი მოწნული კალათი არ ქონდეს დამაგრებული სავსე ყვავილებით. ამ 2 კვირისთვის აქ ქალები იმდენ ზაფხულის კაბას იმარაგებენ რომ ყოველი დღე სხვადასხვა ეცვათ. ეს რაც შეეხება ზაფხულს. თავარი აღმოჩენა ჩემთვის მაინც ზამთარში მოხდა. როცა დავრწმუნდი რომ აქ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ცალკე ოთახი არ ქონდეს, იმისთვის რომ ზამთარი გაიხალისონ და აი რას გულისხმობ. ნამდვილად სჭირდება ერთი ოთახი იმას, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის ინახება თხილამურები, ციგურები, ციგები და 1000 გვარი ზამთრის გასართობი ტექნიკა იქნება თუ აღჭურვილობა. რა ვიცი, რა თქვა, მართლა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ბედნიერად გვეცხოვრა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თავარი არ გვაქვს. უნარი იმისა, რომ ყოველი დღე როგორ გავხადოთ ბედნიერი. ეს არ ვიცით და არც გვინდა რომ ვიცოდეთ. ეს არის ჩემი გულისწყობა. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში.